არაერთგვაროვანი რეაქციების მიზეზი ხდება რაჭაში დაწყებული სამშენებლო სამუშაოები. საუბარია ქუთაისი ალპანა მამისონის უღელტეხილზე ასაშენებელ ახალ ხიდზე, რომელმაც საზღვრისპირა რაიონის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უნდა დააკავშიროს. ახლად აშენებული კონსტრუქციით ქართველი მესაზღვრეებიც ისარგებლებენ. მშენებლობით უკმაყოფილო სპეციალისტები აქცენტს იმ გარემოებაზე აკეთებენ, რომ ასაშენებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრში რუსი მესაზღვრეებით განან, თუმცა ექსპერტების მიერ დასახელებულ საფრთხებს კატეგორიულად გამორიცხავენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. Აი ეს გზა რო გაკეთება მამისონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენთვის იქნება გადასარევი, იმიტომ რომ ჩვენი გვითესია კარტოფილი. იქ ჩვენ ვთიბავთ, ზამთრისათვის ვამზადებთ თიბას და მოვგვაქვს, რომ ზამთარში თავი შევინახოთ. ასე აფასებენ ადგილობრივები ქუთაისი ალპანა მამისონის უღელტეხილზე დამატებითი ხიდის აშენებას. სოფელ ღურშევის სიახლოვეს ხიდის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით ხიდი საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას და ადგილზე მყოფ მესაზღვრეებს მოემსახურება. თიბელებისთვის და სოფლის მოსახლეობისთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო და ეხლა ეს ხიდი რო გაკეთდება, დიდი პრობლემა მოიხსნება. საზღვრისპირა რაიონებში დამატებითი ხიდის მშენებლობამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ექსპერტებში. სპეციალისტების ნაწილის თქმით, საოკუპაციო ძალების სიახლოვეს დამატებითი კონსტრუქციების მოწყობა საფრთხის შემცველია. დავით სიხარულიძე ამბობს, რომ მსგავს სიტუაციებში აუცილებელია იმის გათვლა, მოახერხებს თუ არა ხიდის გადალახვას ჯავშან ტექნიკა. მამუკა არეშიძე კი მოსახლეობის თხოვნით აგებული მცირე ზომის კონსტრუქციის მოწყობაში პრობლემას ვერ ხედავს. ერთი ხიდის მშენებლობა იქ სიტუაციას ვერ შესრულებს. თუ თქვათ ინტერვენცია მოინდომა ვინმე, იქ არის წინამთავრობის მიერ აღდგენილი ხიდიც და გარდა ამისა, ხა ეჭვმეპარება რომ ვიღაცა მოინდომოს ამ შიშორეზე თქვათ რაღაც გაკეთება. ეს არის ხიდი, რომელიც ესეთი კაპიტალური ხიდი, რომელზეც შეიძლება მძიმე ტექნიკამ გაიაროს, ეს გაცილებით უფრო სახიფათო. მეწყერულმა გამონატანებმა საერთოდ გაუვალი გახადა გზა, აი ჩანს კიდევაც რომ გზა მცირე ბიუჯეტიანი ხიდის მოწყობას ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ხიდი მხოლოდ მოსახლეობის საჭიროებისთვის კეთდება და მას რუსულ მხარესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის ემსახურება პირველ რიგში მოსახლეობას, რათა მივიდნენ თავის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან და ასევე საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, რათა განახორციელონ საზღვრის კონტროლი. ჩვენ ასევე სერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი მზის მშენებლობას იმისათვის, რომ ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტული ნაკადებით. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული განცხადება რაჭაში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას გააკეთა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ამ ეტაპზე მხოლოდ ალპანიდან შოვამდე 50 კილომეტრის მანძილზე მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს უარყვეს ის ფაქტიც, რომ რუსეთის მიმართულებით მამისონის უღელტეხილზე შესაძლოა გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს.